მოგესალმებით ვიფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ დღეს ჩვენი ეთერიდან შევეხებით იმ პრობლემატურ საკითხებს, რომელი პრობლემატური საკითხების არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ქვეყანაში არა თუ მარტო პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა დანარჩენი პრობლემები არის, არამედ ამაზე ყურადღებას ბევრი ვინმე არ ამახვილებს. არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საგანგაშო მდგომარეობა, სწორედ ამ იდეოლოგიური და ამ დიდი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ბრძოლის წინააღმდეგ მოქმედებასთან დაკავშირებით. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ქვეყანაში დიდი ხანია უკვე დაიწყო ადამიანების ტვინის რეცხვა. ადამიანების ტვინის რეცხვა დაიწყო სწორედ იმ მექანიზმით, რომელი მექანიზმი შეიმუშავა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რასაც დღეს აღიარებენ უკვე და ამბობენ, რომ ჩვენ ვყიდულობდითო ადამიანებს, ვყიდულობდითო ჟურნალისტებს, ვყიდულობდით არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და ფურცს უხდით და რასაც გვინდა იმას ვაკეთებინებდით. ანუ ეს ადამიანები უკვე თავიანთ თავს არ ეკუთვნოდნენ, ხო? და შესაბამისად ამ ადამიანების მეშვეობით სწორედ დასავლური სპეცსამსახურები ახერხებდა და ახერხებს დღეს რომ ქვეყანაში განახორციელონ თავიანთი ბინძური იდეოლოგია და თავიანთი ბინძური პროპაგანდა. ასევე ამას დაემატა ეს პრობლემები და ეს პრობლემატური საკითხი, რომელიც პრობლემატური საკითხიც მართლაც სერიოზულად დგას ჩვენ ქვეყანაში, ეს არის ფსიქიურად დაავადებული ადამიანები. ეს სისტემა თავის დროზე მუშაობდა ჩვენ ქვეყანაში და ამ სისტემას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი ეფექტები, რადგან ამ ადამიანების მიმართ მიდიოდა ისეთი პროცედურები, რომელი პროცედურების საფუძველზეც ეს ადამიანები გრძნობდნენ თავს ადამიანებად, ხო? ის სამკურნალო პროცედურები, რომელიც ტარდებოდა კომპლექსურად სარეაბილიტაციო და მთლიანად ის მთელი ეს მიმართულება იყო ძალიან ეფექტური. ამ ადამიანებს არ აგზნობინებდნენ, რომ ისინი არ იყვნენ ვიღაცეები. ამ ადამიანებს ყავდათ ზედამხედველი თავიანთი კურნალი ექიმები და შესაბამისად ეტაპობრივად ნაბიჯნაბიც ეს ადამიანები ახერხებდნენ და გზნობდნენ თავს როგორც ადამიანთან, როგორც სრულყოფილ მოქალაქედ, ხო? ნუ ხლა ყველას აქვს დღეს ვითომეტეს მაშინაც ქონდა. და მაშინაც იყო თავის დროზე, როდესაც ესეთი მსგავსი დაწესებულებები არსებობდა, სამკურნალო დაწესებულებები, მაშინაც იყო მსგავსი კატეგორიის ადამიანები, მაგრამ ამ მსგავსი კატეგორიის ადამიანების მიმართ პროცედურები ტარდებოდა, მაგრამ როდესაც თავის დროზე უკვე სააგაშვილო ეს ყველაფერი გააუქმა, მით უმეტეს აი ეს არაჩვეულებრივი სამკურნალო ცენტრი, ასათიანი სამკურნალო ცენტრი თვითონ იყო იქ ნამყოფი და ამიტომ ვერ იტანდა ამ სამკურნალო ცენტრს ეს გააუქმა, ეს ადამიანები აღმოჩნდნენ ქუჩაში. კი დარჩა რაღაც რამოდენიმე დაწესებულება, ეს არის ზაგერ ქავთარაძე და თბილისში მე მგონი მეტი არ არის და ხონშია დარჩენილი ეს დაწესებულება და ფოთში გონი ბატონო. ხო, სადღაც კიდევ და მეტი დაანჩენი ჩვენ არ აგვაქვს, ხო? და იმიტომ სპეციალურად ეს ყველაფერი არ გეგონოთ შემთხვევით მოხდა და ესე ერთი ხელით მოწერით გააუქმეს და არავის ეს არაფერში არ ჭირდებოდა და ყველაფერი სტაბილურად იყო. არა, პირიქით ეს გაკეთა სპეციალურად, გაკეთა იმიტომ რომ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანთა მიმართებაში შეიძლება ადვილად მოგეხდინა ზეგავლენა და გამოგეყენებია ეს შენ როგორც გჭირდებოდა და როგორც ჭირდებოდა თავიანთ ბინძურ გეგმებს და ასეც მოხდა სწორედ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანები დღეს არიან სწორედ აქტიურ პოზიციაში იმართებიან უცხოეთის სპეცსამსახურების მხრიდან და ქმნიან პრობლემებს ჩვენ ქვეყანაში. ნუ ახლა რას იზამ, ამას ეს არ არის ამ ადამიანების ბრალი, ეს არის იმ კურატორების და იმ სპეცსამსახურების ბრალი, რომლებიც ამ ბინძურ გეგმას ახორციელებენ და ბინძურად მოქმედებენ ამ ადამიანების მიმართებაში, ხო? მაგრამ ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება და დაიწყო ნაბიჯნაბის ამ პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლა, დაიწყო სწორედ შექმნა იმ აგრეთვიანობის და იმ რეესტრის, სადაც უნდა იცოდეს და უნდა ფლობდეს ინფორმაცია სახელმწიფო, ვის ჭირდება ამ მიმართულებით კურნალობა და ვის არ ესაჭიროება, ხო? ამიტომ არის დღეს უკვე დაანონსა ქართულმა ოცნებამ, რომ იქნება მიღებული კანონი, რომელი კანონის საფუძველზეც შეიქმნება საჯარო რეესტრი ამ ადამიანთა მიმართებაში და ეცოდინება შესაბამის დაწესებულებებს ვის როგორ რა ფორმით მიუდგენ.
მაგრამ ამას ეწინააღმდეგება უკვე უცხოქვეყნის სპეცსამსახურები, ეწინააღმდეგება შიდა აგენტები, რომლებსაც მიიღეს ინსტრუქტაჟი და მათთვის თურმე ეს ყოფილა არასასურველი კანონი და ეს კანონის საფუძველზე ადამიანების თურმე არავითარი შემთხვევაში არ უნდა იყვნენ არც კონტროლზე აყვანილი, არც უნდა იყვნენ ხილებული, მაგრამ ხილებულები ის არასდროს არ იქნებიან, ისინი იქნებიან ხოლმე სახელმწიფოს მიერ კონტროლებადები და ამ კონტროლის საფუძველზე მათ მექნებათ შესაბამისი მკურნალობები. ჩვენ ამ პრობლემატურ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს, ფაქტებს მოვიყვანთ, მაგალითებს მოვიყვანთ და ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის პოლიტპატიმარი ბატონი ზაზა გვიმრაძე. ბატონო ზაზა, მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონო ტრისტან. მადლობთ სტუდიაში მომზადებისათვის. მადლობთ მოწვევისათვის. ბატონო ზაზა, ჩვენ კარგად ვხედავთ, დღეს ქვეყანაში არის ორი კატეგორია. არის ადამიანები, რომელმა ადამიანებსაც მოუწამეს ტვინი, პინძური იდეოლოგიით და პროპაგანდით, დასავლური პროპაგანდით, რომელი ადამიანების დღეს უკვე შეხედავდა აბსოლუტურად არ ეკუთვნიან თავიანთ თავებს, მაგრამ არის კონტინგენტი და კატეგორია, რომელიც მართლა დაავადებული არიან. ისინი მათ არც პროპაგანდა მოუწამლათ, ტვინი და არც იდეოლოგიამ, უბრალოდ ისინი მათ აქვთ ეს პრობლემები, ფსიქიკურად რომელი არამდგრადი პრობლემები და შესაბამისად ეს ადამიანებს აღმოჩნდნენ ქუჩაში, აღმოჩნდნენ ყოველგვარი კონტროლის გარეშე, აღმოჩნდნენ ყოველგვარი მკურნალობის გარეშე. და სწორედ ამ დასავლურმა სპეცსამსახურებმა გამოიყენეს ეს ხალხი და გაიყვანეს ქუჩაში და რასაც უნდა იმას აკეთებდნენ. რამდენად ესე იგი სწორი არის და რამდენად საჭირო არის ასეთი კანონპროექტის მიღება, რომელი კანონპროექტის საფუძველზეც უკვე სახელმწიფოს ეცოდინება ამ ადამიანების რაოდენობა ქვეყანაში და ამ ადამიანების მიმართ მიდგომა მკურნალობის კუთხით. ბატონო ტრისტან, აუცილებელი ადამიანს როცა პრობლემაა ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული, იმას შედება მკურნალობა. ეს ადამიანები უკონტროლოდ არ უნდა ყოფილიყო. არ უნდა გაუქმებულიყო ასათიანი საავადმყოფო, იმიტომ რომ იქ ისეთი პერსონა იმხელა სამუშაოს ატარებდნენ ის ადამიანებს. იქ რო დაწვებოდა ადამიანი, გამოდიოდა ჩვეულებრივ ადამიანს თუ რამე პრობლემა ჰქონდა, უტარებდნენ ფსიქოლოგიურ და ისეთ ზემოქმედებას, რომ ადამიანი ჩვეულებრივ გზობდა ჩავისება გამოსულიყო და იყო ჩვეულებრივი მოქალაქე როგორც ყველა. ბატონო ტრისტან, ეს ეხლა კი არ დაიწყო. ეს 30 წელიწადია დაიწყო. საქართველოში, როცა შემოვიდა ლიბერალური მსოფლმხედველობა. ადამიანის გონებიდან, აქედან ღმერთი გაიყვანეს. ის ადამიანი უკვე დაიტანჯა, სული დაიტანჯა. ყველაფერი და წავი და აერია ყველაფერი, ფსიქოლოგია აერია, ხასიათი შეეცვალა. როცა სიყვარული აღარ დარჩა გულში ღმერთის მიმართ, იმას ბევრი რამე ემართება ადამიანებს რა. აი მაგალითად არსებობს ეგეთი დაავადება ნერვოზი. არსებობს ბევრი წამალი, ყველაფერი, მაგრამ ყველაზე დიდი წამალი არის როცა შენ გულით ლოცულობ ღმერთის წინაშე. ის ყველაფერში გეხმარება და ყველაფერს ისურთებს და აკეთილშობილებს ადამიანში. როცა შენშია, გულშია. და აქ არის ღმერთი. აქ და აქ. მოჩენილია. არც ფსიქოლოგიაში გექნება პრობლემა, არც არაფერში არ გექნება პრობლემა. ადამიანებს ახლა ჭირდებათ ნამდვილად ახლა რუსთაველზე რო უყურებს ზოგიერთ რაღაც ქმედებებს, ფიქრობ რა, ნორმალური ადამიანი თუ იმას ღმერთი უყვარს, ასეთ რამეს არ ისავს. მაბადინა შეგაწყვეტინეთ, ბატონო ზაზა და ახლა თქვენ რუსთაველი ახსენეთ. ხო, დიახ. რუსთაველი ახსენეთ და მე მინდა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ბატონმა ზაზამ როგორც აღნიშნა ხა და ახსენა რუსთაველი და ახსენა ის კონკრეტული ლოკაცია, რომელი ლოკაციაზე ჩვენ ხშირად ვხედავთ მსგავს პრობლემების მქონე ადამიანებს. მე მინდა რომ თქვენ ნახოთ ახლა და შეხედოთ, უყუროთ და თქვენი თვალით დაინახოთ და თოთ აჩვენოთ ვიდეო, ვისანა გვაქვს დღეს რუსთაველში ჩვენ საქმე. თუ ერთი წელი არ გავჩერდით, ვერ გაგვაჩერა ვერც ჯარიმებმა, ვერც გზისავალ ნაწილზე გადასვლამ. რატო გაგვაჩერებს ტროტუარზე დგომის აკრძალვა? ვიდგებით ისევ არ ვიცი სად, არ ვიცი როგორ, მაგრამ რაღაცა ფორმას მოვძებნით. ვიდგებით მაგალითად აქ და იაროს ხალხმა იქ. ან ავალ სახურავზე. აბა ეხლა გააღეთ კი და სტრი. ხო, ბატონო ზაზა, გააგზავნეთ, შეგიძლიათ გააგზავნოთ. ხო და ბატონო ტრისტან, იცი რა ხდება? აი ვიდეოს ხო ნახეთ ახლა ჩვენ ნახეთ. ბატონო ტრისტან, ამ ადამიანებს ყველას უნდა შველა. ამათ უნდა მოფერება, სიყვარული, აგრესია არ მოარჩეს ამ ადამიანებს, მაგრამ ესენი განაწყვეს უკვე ბატონო ტრისტან აგრესიით ყველას და ყველას მიმართ
ეს ჭირდება იმ აგენტურულ ქსელს, რომელიც აქ ჩაბუდებულია საქართველოში 30 წელია მოდის ეს აგენტურული ქსელი, იცვლებოდნენ თაობები, მიდიოდნენ, მე ახალი მოდიოდნენ, მე ახალი და ეს ჯაჭვი არსებობს. წვეტა მურჩა უბრალოდ ეხლა არსებობს საშუალო და უფრო ახალგაზრდა აგენტურა. ეს ქალბატონი, რომელსაც შეხედავთ როგორ ესე იგი პასუხობს და როგორ იმაშობა, რომ სადაც მინდა იქ დავდგები, მინდა კრეში სახურავზე ავალო, ხო? ნუ ამას სრულყოფილი ადამიანი ხო არ იტყვის კაცო? არა კაცო, სადაც მინდა იქ დავდგები და რასაც მინდა იმას ვიზავ, ეგრე არ ხდება რა, იმ საზოგადოებაში, რომელიც საზოგადოებას მიისწრაფის სრულყოფისაკენ. ესეთი რამეები არ ხდება. ეს უკვე რაღაცა შიგნიდან აქვს პრობლემური სიტუაციები ადამიანებს და ამას სასწრაფოს ჭირდება მიხედვა. შეიძლება თვითონაც არ უნდა, მაგრამ ისე ყავს ბოროს ეს დამორჩილებული ეს ადამიანები. აი ზოგიერთი მამა რო გამოდის კიდე რაღაცას სიგიჟეებს რო ლაპარაკობენ საერთოდ და რაღაცა, მაგათ ყველა შველა უნდათ რა. აქ უნდა ჩაერიოს როგორც სახელმწიფო, ისე მე ვამბობ ჩვენი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. პირველი როლი ეკლესიამ ეთამაშოს. თუ სასწრაფოდ განათლების სისტემაში არ მიიღეს, რომ მოძღვრები დაუშვან სკოლებში, ამით მაშინ ეშველება ქვეყანას. ეს მოძღვრების ინსტიტუტი, ბატონო ქრისტიან, ეს არის ერთი სული სამაღლება. მერთის სიყვარული, სამშობლოს სიყვარული, შენი ქვეყნის სიყვარული, ადამიანის მიმართ სიყვარული, როგორ უნდა მოიქცე უმცროს, როგორ უნდა მოიქცე უმცროს. მთელი კომპლექსია აქვს ამ სიყვარულში ჩადებული და ზნეობრივად ადამიანები გამოდიო. შეიძლება ჩვენ კომუნისტების დროს არ ქონდა ეს მოძღვრის ინსტიტუტი, მაგრამ სამაგეროდ ისეთი კანონები იყო, რომელი კანონებიც უფალთან შეხამებული იყო უფლის მოძღვრებებთან და უფლის რჩევებთან და იმასთან ერთად სტალინის ის იყო სწავლა-განათლების სისტემაში. ჯერ ოჯახში გვასწავლიდნენ, მერე ბაღში გვასწავლიდნენ დაუშვათ, მერე სკოლაში გვასწავლიდნენ. ინსტიტუტებში უკვე ჩამოყალიბებული იყავი უფრო მეტად და მიდიოდი უნივერსიტეტებში და ინსტიტუტებში და იქ ცალკე იყო კიდე ამაზე, მაგრამ ისე იყავი ჩამოყალიბებული, იქ უკვე ნაკლები გჭირდებოდა. ბატონო ზაზა, მაპატიეთ შეგაწყვეტინა და მე გავაგზავნოთ. ნახეთ, ახლა მე ისე და ისე შევეხები და ისე დაუბრუნდები სწორედ მსგავს პრობლემებს. ეს ფაქტი სახელზეა ჩვენ შევხედეთ ახლა და ამ ვიდეო უკან შევაჩვენა, რომ ეს ერთი ადამიანი არ არის, ეს არის ძალიან ბევრი და არათუ მარტო რუსთაველზე, არიან კიდევ საჯარო დაწესებულებებში, არიან კიდევ სახელმწიფო სამსახურებში, არიან კიდევ კერძო სტრუქტურებში მსგავსი კატეგორიის ადამიანები და ეს ისი დასიბრალია და არიან კიდევ კონტინგენტი კატეგორია, რომელსაც შეიძლება ხვალდაზე იმის ხელში იარაღი ამოშთეს, ხო? და შესაბამისად იმ რეგისტრაციაში და იმ რეესტრში არ გადის ეს ადამიანი, მსგავსი დაბადების ადამიანები, ხო? ანუ ესე იგი ეს არის სპეციალურად შექმნილი. ეს საფრთხეა ქვეყნისთვის, ბატონო. რა თქმა უნდა, უდიდესი საფრთხე. აი, რატო ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში მე შევარდნა. ხალხის სკოლებში სროლა, ეს ყველაფერი, იმიტომ რომ იქ ნაკლები დაცვა კი არ არის. ყველაფერი, მაგრამ ის ფსიქიურად შეშლილი ადამიანების რო არ შემოს მონაცემთა ბაზა, ადამიანს ისე ჩაუნერგავ და ისე ააღებინებ ხელში იარაღს და 1000 სიბინძურეს ჩაადენინებ, რომ ალალმართალი ხალხი, უცოდელი ხალხი, რომელსაც არაფერი არ ჩაუდენიათ ამ კაცის წინაშე, სულ მართალი ხალხი დახოცა. პრობლემები აქვს ფსიქიკურად, ეს მდგომარეობა და ამიტომ მას პრობლემებს უმატებს. ეს მომზადება არის, ბატონო დღესაც, ეს ამერიკაში მზადდებოდა, ეს დაუშვათ ევროპაში მზადდება, საქართველოში მზადდება, ეს და ამას სანამ ეხლავე არ ამოვკვეთავთ ჩვენ. ეგეთ რაღაცას მივიღებთ, სკოლებში შევარდნებსაც მივიღებთ, სხვადასხვა ადგილებში შევარდნებსაც მივიღებთ, იქ სრულად წატყდება, იქ ცეცხლის წაკიდებაც აწყვდება, აი როგორც ელისაშვილმა ეხლა გაიქცა სასამართლო შენობა. ახლა უყურებ ფსიქოლოგიად უჭირდა. კარგი მაგალითი მოიყვანეთ ახლა. ადამიანს უკვე ფსიქოლოგიად უჭირდა ბატონო დღესთან. რომ გამოდიოდა და ინტერვიუებს აძლევდა, უყურებდა ამ კაცს უჭირს. თან პარლამენტარი იყო. პარლამენტარი იყო, რაც იყო, ხო, რაც იყო. ეს იყო. იარაღის ტარების უფლება ჰქონდა. იარაღის ტარების უფლება ჰქონდა კიდე ამ ადამიანს. უბრალოდ იარაღი ვერ მოასწრო, ანუ ვერ მოასწრო, ადგებოდა და ცეცხლი წაუკიდა, შენ რა უფლება გაქვს სასამართლო, თუ არ მაგწონს ისე გამცეს, რას უკიდებ? ეს მარტო შენი სასამართლო ხო არ არის, ეს ყველას თელი ქვეყნის სასამართლო. ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანეთ, ეხლა ელისაცულის მიმართებაში. ნახეთ ეხლა
პიროვნებას, რომელ პიროვნებასაც მართლაც პრობლემები გააჩნდა და დიდი ხანია ეს პრობლემები მას ჰქონდა, ფსიქოლოგიური პრობლემები. დიდი ხანია ის თქვენი დანახვიდან და ჩემი დანახვიდან და საერთოდ იმ სწორად მოაზროვნე ადამიანებთან ნახვიდან ჩვენ მაგას ვამჩნევდით, მაგრამ ეს ადამიანი იქნა გამოყენებული სწორედ მსგავსი ასეთი ბინძური საქმეებისათვის. პარტიის თავმჯდომარე ვიდის და ცეცხლყიდებს ეს ადამიანი გაუშვეს უკრაინაში და თითქოს 3000 რუსი მოკლა იქ აიღე და 3 დღეში და ჩამოვიდა დაბრუნდა მას საქართველოში, ხო? ამ ადამიანმა გააკეთა ხელა უმძიმეს დანაშაული, როდესაც მდინარაძე გამოდიოდა და იქ სიტყვით გამოდიოდა საკომიტეტო მოსმენაზე აღმოჩნდა წარმოხდა ფეხზე, რასაც ამას გააკეთებს ხოლმე ფსიქოლოგიურად დავადებული ადამიანი, ფსიქიკურად დავადებული და მევიდა ხელი გაარტყა. ამ ადამიანის ეს ადამიანი შევიდა და არა, თან როგორ წავიდა, როგორც ჩვეულებრივი ნორმალური ადამიანი და მიზანია ჩაიდინა არასწორი საქციელი ადამიანი შევიდა სასამართლოში განიზრახა, მოამზადა და შემდგომ წავიდა სასამართლოში და თეუნა დაეწვა და ამ დროს მასთან ცეცხლსროლი იარაღი აღდა. ანუ ეს ინსტიტუტი რო ყოფილიყო, ეს რეესტრი რო ყოფილიყო და შესაბამისი დაწესებულებებში, სადაც ამ რეესტრის საფუძველზე ამათ მოუწევთ მკურნალობა, მსგავსი დანაშაული არ მოხდებოდა. არ მოხდებოდა, იმიტომ კონტროლის ქვეშ არის ესეთი ადამიანები, სულ კონტროლის ქვეშ არიან. ჯერ იარაღის ტარების უფლებას ხო არავინ მისცემ. არა, თქმა უნდა. ესეთ ადამიანს და პარლამენტში ეს ვერ მოხდებოდა. არც პარლამენტში მოხდებოდა და არც იმას განისხავდა იმისთვის, რომ ზედამხედველი ქონოდა და იმკურნალად, ეს კაცი არ წავიდოდა რა. მე მეწოდება ახლა ალიკოს სულ ადამიანი. რა თქმა უნდა, საწოდავია, მაგრამ მოიყვანა უბრალოდ მაგალითი ხო, არა, საწოდავი იცი რატო არის? ყველაფერი განდევნა, რაც კარგი ქონდა თავის სულში და გულში. და აი, ბოროტმა რა უქნა? რა ჩაადენინა ბოროტმა? კი, მართალი ძმადები. ბოროტმა ჩაადენინა ეს ყველაფერი. ეს ოპოზიცია ხო კეთილშობილებით არ გამოირჩევა, სიყვარულით არ გამოირჩევა არც ადამიანების მიმართ. გამოგიყენებენ, მიგაგდებენ, როგორც მიაგდეს ეგ ის ხალხი, ვინც იქ შევარდა ზოგი პარლამენტის აღების დროს დააჭერინეს ხალხი. ამემა ბოროტმი გიყენე. სალომე ეძახს მე მაგათ არ ვიცნობდი საერთოდ რა ვისო. ხო, ეხლა ეძახეს ეს ქალბატონი. ეს ქალბატონი. არ ვიცნობდი, არა. ყოფილი პრეზიდენტ ყოფილი. რა პრეზიდენტი? და აგენტი იყო დასმული. და ხო, დასმული იყო. ბიჭო, იმ პერიოდში ეს ლიბერალური ფლანგი ძალიან ძლიერი იყო, როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ამ ლიბერალურ ფლანგთან ბრძოლა ძალიან ძნელი იყო და ქართული ოცნება ვერ მიდიოდა რა, მიყვებოდა დინებას. საწინააღმდეგოდ რო წასულიყო იმ პერიოდში ქართული ოცნება, ქართულ ოცნებას დაამხობდნენ, მაგრამ ქართული ოცნებამ ჭკუა იხმარა. ჭკუა იხმარა იმ ამბავში, რომ მიყვა ამ დინებას და როცა მომენტი შეარჩია, რომ უკვე შეიძლება გენერალური ბრძოლის გამართვა, გამართა რა. ეხლა ჩვენთვის ქართველებისთვის ეს დიდგორია ევროკავშირთან და იმათთან ეს სიტუაცია. ჩვენთვის ახალი დიდგორია. დავით აღმაჩენია სულ სელჩუკებს მოუგო დიდგორი, მაგრამ როდის სანამ ქვეყანას გააძლიერებდა, გაეერთიანებდა, სანამ უღირსებს გაყრიდა ტაძრებიდან იმ საერო სამსახურებიდან და მოიყვანდა ერთგულ ხალხს, ვისაც ღმერთი უყვარდა, სამშობლო უყვარდა, ოჯახი უყვარდა, აი ესეთი ხალხმა მოიყვანა დავით აღმაშენებელმა სათავეში. კი ბატონო. შექმნა სტოვართა ინსტიტუტი გულანთებული ქართველებისგან, შექმნა მონასპა, ტაძრეული რაც ერქვა, ერთგული ხედრობა. ახლა ბატონო საზამო პატიჟე, ნახეთ ახლა ისე ამ იმას დაუბრუნდები, ამ პრობლემატურ საკითხს და მე მინდა მაინც იქით საბჭოთა კავშირისკენ ცოტა შევხედო რა. ახლა რომ ამბობენ რომ მეც სხვათა შორის მეც მომიწია თავის ძროზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლა და რომ ხედავ რომ იქ რაღაცები თურმე ყოფილა კარგი, გაიგე. ახლა მსგავსი ადამიანების მიმართ იყო როგორც სამკურნალო დაწესებულებები, ასე სარეაბილიტაციო ცენტრები იყო. ექიმისა და მხედველობის ხელს იყო, წამლებს აწევდნენ, უშევე გასინჯავდნენ, თუ აღარ ჭირდებოდა, აღარ აწევდნენ მეც. ამავდროულად იყო კიდევ ალკოჰოლ მიზრეკილი ადამიანების მიმართ, აი იყო არაჩვეულებრივი ვიტრიზი წელკოროეკო ბატონო ტრეს. არა, გამოსაფრიზებელი ის იყო, დაუშვათ დღეს რომ მიიყვანენ, ხვალ გამოუშვდნენ, მაგრამ აი ალკოჰოლ დამოკიდებული ადამიანები რომ ნარკოლოგიულები იყვნენ, იმ ნარკოლოგიაში ალკოჰოლის არა, იყო საგარეჯოში იყო არაჩვეულებრივი საიაბილიტო ცენტრი იყო. ხო, ნუ რაც იყო, ხო? ნუ 6 თვე, 4 თვე, 5 თვე უწოდა. აი ახლა ბატონო ტრესთან ალკოჰოლიდან ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანს ხო უმკურნალებდნენ ერთხელ. დიახ. გაუშვებდნენ. ხო, რა მინდა გითხრათ ახლა? მე საგარეჯოში ვუშვებ. ამ ადამიანების მკურნალობა რო ჩატარდებოდა,
და უკვე შეხედავდნენ სპეციალისტები, ექიმ სპეციალისტები, რომ ეს ადამიანი უკვე არის უკვე სრულყოფილი ადამიანი, ხდებოდა მისი უკვე გათავისუფლება და რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, იყო სპეციალური ცენტრები და ამ რეაბილიტაციის შემდგომ უკვე უბნის ინსპექტორი იყო დავალებული, რომ ამ ადამიანისთვის ეშოვა სამსახური და დაესაქმებინა. კი, ასაქმებდნენ. ასაქმებდნენ სულ ეს სოციალიზაციას ახდენდნენ საზოგადოებაში. ეს იყო სრულყოფილი ადამიანი. უკვე სრულყოფილი. ანუ ეს სისტემა იყო იდეალური სისტემა, რომელიც იყო თავის დროზე შექმნილი და ეს შექმნა სტალინის სისტემა და ამ სისტემამ უკვე ადამიანები დააყენა სწორ 90-იან წლებამდე მუშაობდა ეს სისტემა. არასდროს დაინგრეს ეს. შემდგომ რომ შემოვიდა ეს ავასახსენებელი ლიბერალისტული ეს იდეოლოგია ქვეყანაში თვითონ ლიბერასტები იყვნენ ფსიქიურად დაავადებულები, გაიგე? იმიტომ რომ თმა მოშალეს ეს ყველაფერი და მივიღეთ ის რაც ხდება დღეს ჩვენ ქვეყანაში. ეს არის ბატონოსტრისთან ყველაზე დიდი უბედურება 21 საუკუნეში. მაბადეთ 21 საუკუნეში ეს ლიბერალიზმის სისტემა მოსპო ქვეყნები გაუბედურა ქვეყნები. ესე უნდა ჩვენი ქვეყნის აწყებინებს ომებს, აწყებინებს შიგნიარეულობებს. სახელმწიფო გადატრიალებებს 1000 სიბინძურეს და ლაფის დასხმა მოწინააღმდეგ ხარეს ვინც მაგათ ხარეს არ არის ეს დიდის ეს არის როგორი საშიშროება აი რაღაც აი აზურთებული აი ზვავი რო წამოვა ესე წამოვიდა 21 საუკუნეში ლიბერალიზმი ეს ლიბერალიზმი რომელიც შენ იღბეს სიტყვა ლიბერალიზმი ცუდი კი არ არის მაგრამ ამემა ეს ლიბერალიზმი გარყვნეს შიგნიდან და ეს იდეოლოგია შეცვალეს იმ სიბინძურით, რა დღეს საერთოდ ქვეყნებში. როგორ შეიძლება ეკლესიაში ღორი მიიყვანო, ძაღლი მიიყვანო, ძროხა მიიყვანო და მიკურთხე, მამა უთხრა, ესენი ხო გიჟები არიან? ხდება, ხო? ხამა ხდება. არის ესეთი ისენი, აი YouTube-ზე იდო, იმაზე დევს. არიან გამოცემები ანახები. ნუ რა გინდა უკრაინაში ცეკვავენ, ხდება. ჯერ უკრაინაში რა ქნებს? სილიბარები გახსნეს, კაცო, სილიბარები. სიდის ბარები და ცეკვავენ, რაღაც სიგიჟებს აკეთებენ, მამაოები გამოყარეს. ამა უკრაინის ხლა კაი დღე დაემართება რომ როცა ღმერთი განდევნა თავიანთი ქვეყნის და დევნის ღმერთის მოყვარულებს და იმას ეს დაემართება ყველა ქვეყანას დაემართება ეს მარტო ეხლა უკრაინას კი არა აი სულ ცოტა ხანში გადავხედოთ ევროპაშიც კიდე რა ცვლილებები და რა ისენი ანუ ესე იგი დღევანდელი გადაწყვეტილება რა გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელი არის რომ და ასეც იქნება რომ ეს კანონი უკვე უნდა მიიღოს ქართულმა ოცნებამ ჩვენ ამ პრობლემებიდან გამოგვიყვანს ეს კანონი ესე უცებ ვერ გამოგვიყვანს არა უცებ არა ნაბიჯამის გამოგვიყვანს ნელა გამოვა მოწინააღმდეგები გამოჩნდეს სხვათა შორის და გამოჩნდა სწორედ ის ეგრეთ წოდებული ოპოზიციურ ტერორისტული დაჯგუფების ფლანგები და არასამთავრობო ორგანიზაციები ეგენი ბიჭო ეს აგენტურულ ქსელს არ აწყობს ეს კანონი. ბატონთან ეს კანონი აუცილებლად საჭიროა ქვეყნისთვის და ქვეყანაში მარტო ეს კანონი კი არა, ბევრი კანონია კიდე მისაღები, რომ ქვეყანას გამოიყვანს ყველანაირი მდგომარეობიდან და კანონის საფუძველზე და როცა კანონი დაკანონდება და ის კანონებიც ბევრია, კაი მიღებული ქართულ ოცნებას არ მოქმედებს. უნდა ამოქმედო. ენის შესახებ კანონი არ მოქმედებს დღეს საქართველოში. ყველა კანონი უნდა მოქმედებდეს და ეს უნდა იყოს ქართულ სახელმწიფოზე მორგებული და ქართულ ხალხზე მორგებული და აქ მაცხოვრებელ ხალხზე. ნახეთ ბატონოსაზე რა ხდება ახლა შეიძლება ეს ვიღაცამ ჩათვალოს ნუ რაღაცა ეს იყო ნუ ესეთი რაღაც ჩვეულებრივი ეს იყო რაღაც ჰუმანური ნაბიჯის გადადგმების კანონ პროექტი გააუქმეს ეს აღრიცხვიანობის ის ბაზა გააუქმეს მაგრამ ეს ხო ყველა არა გააუქმეს მოსპეს გაანადგურა და ბევრი მათგანი აღმოჩნდა პოლიტიკაში აღმოჩნდა ელისაშვილის თამადობით ბევრი მათგანი აღმოჩნდა პოლიტიკაში არა ელისაშვილის ბევრი მათგანი მაგას ვერ დაემართა ბევრი მათგანი აღმოჩნდა საჯარო სამსახურში ბევრი მათგანი აღმოჩნდა მე განაწინააღმდეგე ვარ ამ ადამიანის დასაქმებების გაიგე მაგრამ ჯერ ამ ადამიანის რეაბილიტაცია უნდა მოახდინო ეს კურნალობა უნდა მოახდინო ადამიანებს და მე უნდა მოხდეს უკვე ამ ადამიანების დასაქმება სამსახურში განაცოდი ეს ყველაფერი კარგი არის მაგრამ ეს პირდაპირ რო ადექი და შენ უკვე ეს ადამიანები გამოიყენე იმისათვის რომ შენ ამ ქვეყანას გაუკეთო ცუდი ამ ადამიანების ხელით ეს დანაშაული არის და რატო ნახეთ ახლა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა მარტო ეკონომიკურად კი არა და პოლიტიკურად კი არა ყველა მიმართულებები არის შენ როცა გინდა სახელმწიფო დაიმონო და ზეგი ხელში ჩაიგდო ერი უნდა გაჯანსაღდეს კაცო არა როცა გინდა მეთქი რასო მე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა ხო ეგ მაგათ დისკუსიას ხავს ხალხს ეს ყველაფერი როცა გინდა რომ შენ მარტო ქვეყანა ამიტომ ჯერ ყველაფერი უნდა გაანულო იქ აიგი აბსოლუტურად
რაც არის ეროვნული, რაც არის ისტორიული, რაც არის მისი მონაპოვარი და მსგავსი ასეთი საქმეების კეთებაში გამოიყენო ესეთი ადამიანები, ვისაც აქვს რომელი ხალხი გამოდიოდა ბატონო ტრისტან პატრიარქის დაწესებულ დღეზე 17 მაისზე რომელი ხალხი გამოდიოდა ამის წინააღმდეგ ხო და გამოიყენეს აგერისა სააკაშვილი პირველი სააკაშვილი გამოიყენეს ხო სააკაშვილის ხელით იყო ისტორიის განადგურება იმიტომ რომ ეგ იყო და ეგ მოიყენეს ბატონო ნახეთ ახლა რა მინდა გითხრათ ხო და ისე ჩაუდეს ტვინში ადამიანებს და ისე ჩაუდეს ტვინში და ისე მოუქციეს მხარი ამ ადამიანებს უკვე ის თან დაინტერესება მოხდა ამ ადამიანებს თუნდე მოხუცებულები ხანდაზმული ადამიანები პენსიონერები ეს ყოფილი ესე იყვნენ ჩამოწერილები თუნდე გაიგე და ამათ ესე თუნდე ჩაირე რა საყაშო რა ჩარეცხილებიო ხო ეს ჩარეცხილები დღემდე გრძელდება კი პროფესორა ისინი არ ჩარეს პედაგოგები არ ჩარეს მასწავლებლები ადამიანები დღემდე გრძელდება რომ არცევენ ახალგაზრდა პატივს არ აცემენ და ეხლა მე მინდა თქოთ უჩვენოთ ვიდეო რაც გააკეთეს ახლა სწორედ რუსთაველზე მდგომ ადამიანებმა იმ მოხუცებული კაცის მიმართ რომელი კაციც იქ მივიდა და თავისი გულის ტკივილი თქვა კაცო ბაბუის ტოლაკას გაუკეთეს იმ ახალგაზრდებმა რომელი ახალგაზრდასაც მართლაც გასი პრობლემები აქვს თქოთ უჩვენოთ ვიდეო მე ვარ კომპიუტერი. გააჯუ აკეთე ნაბოზა. მე ვარ კომპიუტერი. ბაუში დასაკე. ბინო. შენი კომუნისტი დედამო. აი გადის Poliția! 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 აი ხო ხედავთ ადამიანსა როგორ შეაფასებდი ახლა მათ მოქმედებას და რა არის იმათში სწორედ პრობლემა რაც ამ ადამიანის მიმართ გააკეთეს ამ მოხუცებული კაცის მათაც რომ ყველა ჩვენ ასე გვასწავლინათ თქვენც ასე გასწავლინენ და ყველას ასე გვასწავლინენ რომ შენზე უფროს ყოველთვის პატივი უნდა მისცე ბატონო ტრისტან აქ ბაბუის ტოლაკაც როგორ ექცევია ბაბუის ტოლაკაც მოექცენ ძალიან საშინლად რა მაგას ახსნა რა ჯერ გამოაჩინეს ადამიანები მარტო ფსიქოლოგიური ავადმყოფობა კი არ გამოაჩინეთ უზრდელები არიან ჯერ მით უმეტეს მოხუცი კაცის ფსიქოლოგიურ ავადმყოფობას მაგი მოძდელება მოძდებს იყო ფსიქოლოგიურად ავადმყოფი ადამიანები მაგრამ ესეც საშინელებას აქ სხვადასხვა კატეგორია არაკეთებდნენ თქვენ გახსოვთ ალბათ ბატონო პლეხანოვზე კი გადადიოდა ფსიქოლოგიურად ვერ იყო და ისიც იყო რომ მარინა იყო კიდე ქალბატონი ო აი სადა ერთი კიდე ზახარა იყო კოლორიტი იყო თბილისის ქალბატონი მარინა კოლორიტი იყო თბილისის იყო ერთი ზახარა კიდე კურნალობდნენ მათი რომიდი სოციალურ კუთხით გვერდში დგომამდინარეობდა მათი ხალხი ედგა სოციალურ ჯერ გვერდში ხალხი უყვარდა ეს ხალხი ხაზდა შეძლებს დაგვარას პატივს სცემდა და სიყვარული მათის კარგად მოქმედებდა სიყვარული ყველაზე კარგად მოქმედებდა ისიც რაშია საქმე მდგომარეობდა გამოყავდა აბა აგრესია ბადებს აგრესიას ბატონო ტრისტან ესენი კიდე რა საკეთებენ ხო ესენი აგრესიულად მოხუცებულ კაცს როგორ ჯერ შენი კომუნისტი რაღაც აგინებს რას აგინებ კომუნისტების დროს დაიბადა ეს კაცი და რა ქნას ახლა კომუნისტურ ხანაში დედამისი და მამამისი რა დაიბადა კომუნისტების დროს ვიც ამას აკეთებდა ხო მაგი დედმამა მოდლა დედმამა ესენი ცივინები არიან ოლეგ კოშევოები არიან ჩემთვის ესენი ყველანი მარაზოვები არიან ოლეგ კოშევოი პავლიკ მარაზოვები ტროცკის იდეოლოგიით იდეოლოგიის მიმდევრები რომლებიც ისე ბატონო ტრისტან ეს ლიბერალიზმი რაც არის ეხლა არის სულთა ტროცკიზმი რომელიც მოდებულია ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს წლობით ინერგებოდა და საქართველოში და საკმაოდ ფესვები გაიდგეს იმიტომ რომ ამდენი წლის მანძილზე ქართულ საზოგადოებას ამუნათებდნენ ჯერ ნატოს ყვირილით გაგვუბერეს მე ევროკავშირში მიიღებიდი გაგვუბერეს და არავის არ უნდევარ просто გიყენებენ რა საზავარზე ხოცად ზდიდნენ იმებს და ქართველი უნდა მე იმ მეომრებსაც ვინც წასულიანენ და უკრაინის მხარეს ომობენ მე ვიცი რომ ქართველებიც არიან რომელიც რუსეთის მხარესაც ომობენ
კი, ორივე მხარე. ჩვენ არც ერთ მხარეს არ უნდა გვეომა წესი და რიგი. ჩვენი საქმე არ არის. ეს ჩვენი ომი არ იყო. ეს არ იყო ის ომი, რასაც ფაშისტური გერმანია აწარმოებდა მაგალითად საბჭოთა წინააღმდეგ და მთელი ევროპის და მსოფლიოს წინააღმდეგ. მაგრამ ესეთი ომი რო ყოფილიყო, მე გავამართლებდი ამ ხალხის ბრძოლას იქა. ჩვენ ვიცავთ საქართველოს უკრაინაში, რა სიცავ? შენი ქვეყანა გაქვს დასაცავი. მაგრამ რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემა არის. რაღაც ბიზური იდეოლოგია. არა, იდეოლოგიური პრობლემა აქვს. იდეოლოგიური პრობლემა. ჩადებულია როგორც ფსიქოლოგიური, ისე ყველაფერი ისენი. ამ შეფუთულია ამითი. ყველაფერი და როგორ შეფუთეს, მე საქართველოს იცავს უკრაინაში. თუ რუსებს დაამარცხებს უკრაინაში, ქართველი რუსები დამარცხებენ უკრაინაში, როგორ უნდა დაამარცხონ? ჯერ ის ვერ გავიგე, რომელი ატომური ქვეყანას წაუგია ომი? არც ერთს. არც ერთს. სოფლიოში. კი. რა უქნა ამერიკის შეერთებულ შტატებს იაპონიას. ჩამოუგდონ ხეროსიმას ნაგასაკში ბომბები. პირველი ვინ იხმარა ეს საშინელი იარაღი ეხლა? ამერიკელებმა. რუსხო არ უხმარია. არა. თან ამებს იღებენ ყოც ისტორიიდან ხალხს არ უნდა თუ გააგებინა. თან უკრაინაშიც როგორი რამეა? თურმე ყველანი წარმოშობილი ყოფილან უკრაინელებიდან. სოფლიოს ხალხები. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ეს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ფსიქიკურად არ მდგრადი ადამიანი არ არის. აი ამას არც ერთი ფსიქიკურად მდგრადი ადამიანი არ გააკეთებდა, ხო რაც გაუკეთებდა. რაც გაუკეთდა თავის ქვეყანას. არა, მისი ქვეყანა. არ არის მისი ქვეყანა, ის ათეისტიკაცია, იმას არც ღმერთის სams. არც ადამიანი უყურს არაფერი არ უყურს. ამიტომ მაშინაც არსებობს ეს პრობლემები, რა იგი. ყველგან არსებობს ეს პრობლემები, როგორ არსებობს ბატონო ფსიქოლოგიური პრობლემები ადამიანში არ არსებობს და იმას როგორი კუთხით წაიყვანს მე ის სპეცსამსახური. როიცის რომ ამას რაღაც ისა ფსიქოლოგიურად და ფსიქიატრული და ფსიქოლოგიური პრობლემები იმას გადაყავს იმ ადგილზე და იმას უკეთებს რაც მისთვის სასარგებლო იქნება სპეცსამსახურებისთვის. ნახე დასანანი ახლა ნახე მე მართლაც რო ხედავ დღეს რუსთაველზე შექმნილ მდგომარეობას კი ბავშვები გასაგებია ეს ბავშვები არიან მოქცეული აი ამ ავადმყოფი ადამიანების ზეგავლენის ქვეშ რომელნი ავადმყოფ ადამიანებს გამოიყვანეს ესე ქუჩაში ხო და ბავშვების ამდგომარეობაში ეხლა რაც ბავშვებმა პატარა ბავშვებმა მე იმაზე არა მაქვს იქ საუბარი იქ პირწავადილი ნაცი რომ მივიდა ეს რა გვარი არის ეს მაიმუნი გათახსებული ზონდერი და ხელი მომგედი და გაყავდა იქიდან მაგრამ რაც ამ ბავშვებმა გააკეთეს ხო აი ეს სწორედ მსგავსი საქციელი არის ამ ზონდერების რომელიც იქ მივიდა მოხუცებულ კაცთან და იმ პოლიტიკური ლიდერების რომლებიც ამ ბავშვებს ახალისებენ ხო იმათი პოლიტიკური სპექტრი ჩვენთან არ აქვს. ჩვენთან პოლიტიკური სპექტრი, რო ვთქვათ, ოპოზიციური არის დავამტყოფებულები. ფსიქიურად დავამტყოფებულები. ავამტყოფი ოპოზიცია ყავს დღეს ქვეყანას. ჩვენ გვჭირდება შეიქმნას ჯანსაღი ოპოზიცია ქვეყანაში, რომელიც ხელისუფლების კონკურენციას გაუწევს ჯანსაღად. ისე კი არა ასეთი სიგიჟეები და რაღაც აბსურდული ტყუილები და აბსურდული გამონათქვამები და აბსურდული რაღაც წინადადებებით, რომელიც არ ჯდება ქართული კაცის და ქართული სახელმწიფოს გენში. ქართულ სახელმწიფოს ჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია. პარლამენტში ჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია. ამდენი თვეებია არ შევიდნენ და ეხლა შევიდნენ პარლამენტში კიდე. აბა ის ეხლა რა ოპოზიცია? ავადმყოფობა არ არის კაცო. ხერფას იღებდნენ? ავადმყოფობა არ არის. ავადმყოფობა. თუ აგერ თავიანთი ამომრჩევლის წინაშე და ამას მე ვერანაირ პოლიტიკურ ნაბიჯს ვერ დავართ. ეს არ არის პოლიტიკური ნაბიჯი. ეს აკვიატება ავადმყოფობა. რაც აქვს ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებს. კი ბატონო ტრისტან ეგრეა და ამიტომ ქვეყანას ჭირდება უნდა გაიმართოს ქვეყანა წელში და ვერ გაიმართება ესეთი პოლიტიკით რაც დღეს საქართველოში მიდის და ესეთი ოპოზიციის. ამიტომ ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს ახალი ოპოზიციის მოსვლას. ჯანსაღი ოპოზიციის მოსვლას. თქვენი აი ოპონირება ჭირდება ხელისუფლებას და ვინ ოპონირებს? ავადმყოფი ოპოზიცია. ფსიქიკურად დაავადებული ადამიანები. აბა მაგათ როგორ შეიძლება უთხრა რომ არა კარგ შვებიან და კარგს აკეთებენ ქვეყნის წინააღმდეგ ჩადიან დანაშაულს ქვეყანას წერავენ უზღვისპირას მიყავთ ოღონდ თვითონ იყონ კარგად და ამ დროს მიყავთ ხალხი კიდე და თელი საქართველოს უნდა თუ გადაჭეხონ დააუბედურებენ ამ ხალხს აუბედურებენ რომელია ბატონო ტრისტან ამოუღეს ამ ხალხს თვითონ ხო არ ასწავს ღმერთის და ამ ხალხსაც ვინც მაგათ გარშემო იკრიბება ისეთ იდეოლოგია მიდის რომ სიყვარული რა არის სამშობლოსი ნაკლებად გაცნობიერებულები. ანუ თქვენ ახლა თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მე როგორც გამოვიტანე დასკვნა, ეს კანონპროექტის მიღება აუცილებელი არის, რადგან ეს კანონპროექტი გააკონტროლებს თითოეულ ადამიანს, რომელი ადამიანი ეცდება დაუშვათ მოხდეს პარლამენტში
და მოვზე საჯარო სამსახურში ის ვერ შეასრულებს მოვალეობას შეეძინოს იარაღი შენახვით იქნება ტარებით იქნება მაღაზიაში იყიდება მსგავსი საქციელები რაც ჩაიდინა დაუშვათ კიდევ დაუბრუნდები იმ საკის ერისაშვილმა და ამას ნორმალური ადამიანი არ გააკეთებდა ხო? არ გააკეთებდა ნორმალური ადამიანი. უჭირდა უკვე კაცო. ამას უკვე უჭირდა, გაიგე ამაჭირდა მკურნალობა. პარლამენტში ვეღარ შევიდა. ხო, გაიგე რა შევიდა. ყველაფერმა ერთმანეთზე იმოქმედა. ამიტომ ესე იგი რა არის იცით ვიფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ რო შევხედოთ სწორად და ლოგიკურად და ჩვენ რო ვივჯელოთ ისე როგორც საჭირო არის ამ ქვეყანასა მიმართებაში და როგორ ავაშენოთ და როგორი ქვეყანა გვინდა ჩვენ ხო? სწორიც არის ამ კანონის მიღება, რადგან ეს კანონი გააკონტროლებს თითოეულ ჩვენთან გას. არ არის გამორიცხული, შეიძლება მე ხვალ ისეთი ცხოვრება შემეგვთეს, ამ ცხოვრებიდან გამომდინარე მე ცოტა უკვე პრობლემები შემეგვთეს ფიქრულად. გაიგე და ამიტომ ეხლა მე უნდა მიმიშვან და დამანგრევიო ყველაფერი და გამანადგურებიო ყველაფერი. ამიტომ საჭიროა შესაბამისი დაწესებულებები, შესაბამისი ფსიქოლოგები, სპეციალისტები, რომლებიც ამას გააკონტროლებენ და ისევ გამომიყვანებენ მდგომარეობიდან. ამაზეა საუბარი და ამას აქეთ არის ყველაფერი და აქეთ უნდა იაროს სახელმწიფო და აქეთ უნდა იაროს იმ კანონმა და იმ სპეციალისტებმა, რომელიც სპეციალისტები ჩაერდებიან ამ ადამიანების რეაბილიტაციაში. და არა იქ რუსთაველზე გამოსვლა, იქ ერთი ამბობს სახურავზე ავალ და რაც იმას გავაკეთებო, მე მიწვინდებიან კიდევ აქ ჯოგი გაიგე და ამ მოხუცებულ ხანდაზმულ ადამიანს რა დღეში აგდებენ და რა მდგომარეობაში ჩააგდეს ეს ადამიანი დამსახურება და ასე უნდა მივუდგე, ასე გვასწავლე ეს ჩვენ ოჯახებში, რომ მოხუცებს და უფროსებს ასე ეცი ამას გვასწავლიდან ჩვენ ამას ჩვენ არ გვასწავლიდან, გაიგეთ ასეა საქმე. არ გვასწავლიდან. პირიქით, როდესაც ჩვენზე უფროსი ადამიანი შემოდიოდა ოთახი იქნებოდა თუ ავტობუსი იქნებოდა თუ მეტრო იქნებოდა თუ არ შეიძლება დაწესებულებდა და ფეხზე ვდგებოდით და ქეთს ვიხდით მათ წინაშე და პატივს ვცემდით და თქვენ კიდევ რას აკეთებთ? იქ ჯოგი მიწვიდით და ამ მოხუცებულ ადამიანს ხელი მოგიდეთ, გათოკეთ და ასე გაიყვანეთ და პოლიციასაც უძახოდით კიდე პოლიცია წაიყვანებოდა და დაიჭირე და მოგვაცილი აქედან. ეს არ არის ქართული წესი, ეს არ არის ის სინდისი და ნამუსი, რომელიც ინისა ნამუსი ჩვენმა წინაპირებმა გადმოგვცეს. ხო ეს არის სწორედ სპეცსამსახურების მიერ შექმნილი უცხო ქვეყნის დასავლეთის, ევროპის, ამერიკის შეერთებული სპეცსამსახურების მიერ შექმნილი იდეოლოგია, რომელმა იდეოლოგიას მივიყვანა ჩვენ ფსიქიკურ აშლილობაზე და ამიტომ ეს ფსიქიკური აშლილობა რომ მოისმოს ამ ქვეყანაში და გაკონტროლდეს, საჭიროა ეს კანონის მიღება. ბატონო დესა, ჩვენმა წინაპრებმა როგორც კი დაასდა ეს ქვეყანა, რასაც საქართველო ქვია და ღვთისმშობლის წირკველი ქვეყანა გახდა, იმის შემდეგ გითხეს უნდა იცხოვროთ ღმერთის სიყვარულით, უნდა იყოს ეს ქვეყანა მართლმადიდებლური და მართლმადიდებლური ქვეყანა რო იქნება საკვე ქრისტე მართლმადიდებლური, ეს ნიშნავს საქართველოში დემოკრატია არსებობს. იმიტომ მართლმადიდებლური დოგმები არაფერს არ ეწინააღმდეგება პირიქით, ხელს უწყობს ადამიანებს ურთიერთობაში. სიყვარულით არის ეს დოგმები ყველაფერი ღმერთისგან მოძებული. ბატონო ჩვენი დრო ამოიწურა. მადლობა თქვენი ესეთი სწორი მიმართულებით და სწორი განჯის და სწორი ანალიზის გაკეთებისათვის და მადლობა იმისათვის რომ თქვენ მართლაც აკეთებთ იმ საქმეს რომ თითოეული პრობლემის ქვეშ ყოფი ადამიანები დაადგენს სწორ გზაზე. იმიტომ რომ მაგალითი ხარ თქვენ ეკლესიაში დაწესებთ, მოწმე ხართ, მოძღვარი ხართ, მარხულობთ და ყველას აეუნებით და ყველასთან ხართ იმ დამოკიდებულებით რომ სწორად და კარგად იმჯელოთ და ტყილად იცხოვრონ ამ ქვეყანაზე და მე მინდა ვიფრთხილოთ ტელემაყურებლებო მადლობა გინდა მოგიხადოთ ჩვენ რო გვიყურებთ და მადლობა მინდა მოგიხადოთ რომ ხარს გვიჭერთ ჩვენ ასეთ სწორი მიმართულების გზების ზებნაში და მართლაც რომ ერთმანეთს დაუდგეთ გვერდში და ეს პრობლემაში მყოფი ადამიანები გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან ეს კანონის სახით იქნება გვერდში დგომით იქნება კურნალობის პროცესში იქნება თუ სხვა დანარჩენები და მით უმეტეს საპატრიარქო და ეკლესია რომელიც აქტიურად ჩაება ამ პროცესებში და ამ კანონპროექტში კარგი იქნება თუ შეიტანონ და აუცილებელიც არის რომ უნდა შეიტანონ რომ ეკლესიის როლი ამ გავს დაავადებულ ადამიანებთან მიმართებაში. დიდი მადლობა გაგრძელებათ მომავალ შეხვედრამდე.